ბატონ გიგი, ბატონ შალვას ახსენა ბოლოს NDI-ის კვლევა, ასეთი ტერმინი თქვა მან ბოკერია ივანიშვილის წყვილი, ასეთ წყვილს ბუნებაში იცნობთ თქვენ, ასეთი შეთანხმება, ასეთი კავშირი, ასეთი კომუნიკაცია არსებობს ბოკერიას, რომლის თანაგუნდელი ხართ ახლა თქვენ და ივანიშვილს შორის? ნუ თანაგუნდელი დიდი ხანია ვართ ჩვენ თანაგუნდელები, მაგრამ მე მესმის ხა კონოტაცია თქვენი კითხვის, თუმცა რა თქმა უნდა აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული სერიოზულად არ შეიძლება ამას უპასუხოთ, რომ რაღაც რა საერთო უნდა გქონდეთ გარდა იმისა, რომ ერთ ქვეყანაში ცხოვრობთ და ერთ ქვეყანაში ცხოვრობს ბოკერიას და ივანიშვილიც და მე ვფიქრობ, რომ სამკვდრო საერთაშორისო ბრძოლა მუდმივად გამართული მათ შორის. მე არ მინდა ამ თემაზე თანაგუნდელებიც ამბობენ ხოლმე, რომ რაღაც საერთოდ შესაძლოა უნებლიეთ ესეთი ტერმინი ახსენა. რადგან ამით დავიწყეთ საუბარი. ერთადერთი რაც მართლა ძალიან მძიმეა ჩემთვისაც პირადად და რაც დიდ დისკომფორტს მიქმნის და აბსოლუტურად არასაჭირო რამ არის და ნეგატიური არის ეს რაღაცა კონსპიროლოგიის განვითარება ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. საერთოდ უნდა ვთქვა ერთი რამ, რომ ამას უსაფუძვლა ხო კონსპირაციის თეორია სწორედ ესა რომ ვარაუდები. მაგრამ ამას ბოლო არა აქვს. როგორც კი ერთი გაჩნდება, მის საწინააღმდეგოდაც ასეთივე ლეგიტიმური შეიძლება იყოს სხვა ერთი შეხედვით. ანუ მე თუ თქვენ რაღაცას გაბრალებთ, თქვენ შეგიძლიათ მე რაღაცა გამომავრალოთ თქვენ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში მოვისმინეთ ძალიან ბევრი ასეთი საწინააღმდეგო რამ. ამიტომ ეს არ არის კარგი საქმე. ეს არის ცუდი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ერთი დიდი გუნდის ორი განაყოფი ამ შემთხვევაში რაღაცას ცდილობს, რომ კონცენტრირებული იყოს არა იმაზე, რაც საერთო ინტერესია მათი, საერთო ოპონენტი ყავს ძლიერი კონკურენტი ხელისუფლების სახით, რომელიც უნდა დაამარცხო, არამედ რაღაცა ერთმანეთის თითქოს თავზე გადავლით ცდილობს, რომ წინ წავიდეს. არ მიმაჩნია სწორად, ყოველთვის გავემიჯნები ამას. ანუ თქვენ არ ერთვებით, თქვენი პარტიის ლიდერებისგანაც არ მოგწონთ? სიმართლე რომ ვთქვა, არ მომწონს არავის მხრიდან ის, რომ მკვეთრი რაღაცა ესეთი დაპირისპირება იყოს აი ამ მოდით პრაქტიკულად ახლა ჯერ არ განელებულა ხო ეს პროცესი. ძალიან ცხელი პროცესია, არ მომწონს, ნამდვილად არ მომწონს, არც ის მომწონს, როცა მიხეილ სააკაშვილი მიანიშნებს რაღაც კონსპირაციებზე, ეს პირადად ნათქვამი მაქვს ამ სტუდიაში არ ვამბობ. მე სხვა შორის ძალიან ბევრი ვეცადე, თუ ვინმე ეცადა ამ პროცესში ყოფილიყო. ხო, თქვენი პოლიტიკური ტემპერამენტზე არ არის. თქვენ შეეცდებოდით რაღაც შუალედური პოზიცია. ადამიანურადაც ჩემი მეგობრები არიან. მე ვერც გავარჩევ, შეიძლება ეხლა ნაცნობ მოძრაობაში გაცილებით მეტი ჩემი ახლო მეგობარია, ვიდრე თქვათ იმ განაყოფში, რომელშიც ამ წუთას მე ვარ, მაგრამ ესეც ძალიან რთული რამ არის, მაგრამ არსებობს გარკვეულად პოლიტიკური პრაგმატიზმი, რითაც მოქმედებს თქვათ ერთიც, მეორეც, პოლიტიკაში მარტო ემოციები არ არის და როცა ემოციებია ჩვენ ხედავთ, რომ საქმეც ფუჭდება, ამიტომ ნამდვილად ვერ დაუჭერთ ხარს ვერც ჩემი ესე ვთქვათ ამ წუთის თანაგუნდელების მხრიდან ესეთ მკვეთრ კრიტიკა ყოველ შეიძლება არსებობდეს, მაგრამ შეურაცხყოფის მიყენება არც ერთ მხრიდან არის კარგი და არც მეორე მხრიდან არის კარგი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გვაქვს საერთო ამოცანა. ეს საერთო ამოცანა არის ჩვენი ხალხის მიერ ჩვენდამი მონდობილი, ეს არის ჩვენი ოპოზიციური ნიშა, ჩვენი ოპოზიციური ველი, საიდანაც უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ უკეთესი იყოს ჩვენი ქვეყანა და დავამარცხოთ ხელისუფლება. მე ასე ვხედავ. თქვით, რომ ძლიერი მოწინააღმდეგე გყავსო. აი ეს გაყოფა ძლიერი მოწინააღმდეგის ვთქვათ გათვალისწინებით დაასუსტა თუ არა ორივე მხარე ამ სამწუხაროდ სიმართლეს თუ ვიტყვით, ამ დროისთვის ეს ნამდვილად ასე არის. ხა ამაში არ გაძლიერებულა ნაციონალური მოძრაობის ის განაყოფები, ხა ეს ევროპული საქართველოა თუ თავად ნაციონალური მოძრაობა ნამდვილად ამით რეიტინგს ვერ მოიმატებს. პირიქით, თუ დროზე არ შეწყდება ეს პროცესი და ახლა მე ნამდვილად არ მინდა აქ რაღაცა თანაბრობაზე ვილაპარაკო, იმან მეტად ცუდი რამ თქვა მეორემ ნაკლებად, ამაზე არ არის საუბარი. დღეს, მაგრამ ეს პროცესი უნდა შეწყდეს მხოლოდ ამით და აქტიური მოქმედებით ჩვენ შევძლებთ, რომ ჩვენ საზოგადოებას დავანახოთ, რომ ეს ნაბიჯი, რომელსაც ვიღაც ტაქტიკურად ჩათვლის,
ამ გაყოფას ხო იყოს სწორი იმისათვის რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი ხელისუფლება შევცვალოთ დემოკრატიული გზით. კარგით. თქვენ პოლიტიკური გეგმების განხორციელებისთვის საჭიროა ამომრჩევლის მხარდაჭერა და მომდევნო არჩევნები არც ისე შორს არის. როგორ ფიქრობთ, იმ 27%-დან რომელიც აჩვენა ერთიანმა გუნდმა ბოლო არჩევნებზე, რამდენ პროცენტს წილს წაიღებთ თქვენ და რამდენს წაიღებს? ამაზე ხო ძალიან რთულია დღეს ამის პროგნოზირება, მე შემიძლია დავასახელოთ ციფრები, მაგრამ ეს ძალიან ომადური საქმეა. ამ დღეების განმავლობაში ჩვენ გვესმოდა კითხვებზე პასუხები, ხო, ვიღაცამ გაიხსენა საპრეზიდენტო არჩევნები, როცა ვთქვათ დათო ბაქრაძის როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მიმართ საკმაოდ დიდი ნდობა იყო გამოცხადებული და საკმაოდ მაღალი იყო პროცენტი, სხვა კვლევებზეც იყო საუბარი. ძნელია საპროგნოზოთ, თუმცა ხა სიმართლე ის არის, რომ რა თქმა უნდა დათო ბაქრაძეს თავისი მაჩვენებელი ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნებზე 20%. საპრეზიდენტო მაჩვენებელი, შემდეგ იყო სხვა კვლევაც, კიდევ საპრეზიდენტო რეიტინგები, იქაც ჰქონდა მას საკმაოდ კარგი მაჩვენებელი. ხა მარტო დათო ბაქრაძეც არ არის ეს გუნდი, ისე როგორც მხოლოდ მიხეილ სააკაშვილიც არ ყოფილა. ამ გუნდში ბევრი ლიდერია და მთელი ამ წლების განმავლობაში და თუნდაც ამ წინა არჩევნებზე ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს ხმები მიგვეღო. თუმცა ხა რა თქმა უნდა ის რომ რაღაცა სიმბოლიკა არსებობს და მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის იყო და რჩება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ, ეს ფაქტია, მაგრამ მე ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ხა როგორც ხდება ამაზე ლაპარაკი, ყველაფერი რაღაცა ერთი ადამიანის ან რაღაცა ერთი ძალიან შემოფარგლული ჯგუფის მონაპოვარი ასე არ არის. უამრავი ადამიანი იყო ამაში ჩაბმული და მათ შორის ლიდერებიც, ასე რომ ეს წვლილი ძალიან ბევრ ჩვენთანაც არის. ყველაფერი არ იყო ერთი ადამიანის მონაპოვარი, თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა მხოლოდ მონაპოვარი არ იყო. მაშინ ნეგატივის შეცდომების წილი როგორ ნაწილდება? რა თქმა უნდა, ბუნებრივია. ამ შეცდომებთან დაკავშირებით ბევრ ჩვენთანაც მეც მათ შორის თუნდაც ისეთ საკითხებზე, რომლის საერთოდ საქმის კურსში შეიძლება მე არ ყოფილვარ, ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა მაინც მქონია. იმიტომ რომ მე იმ გუნდის ნაწილი ვიყავი და რაღაც ალბათ კარგად ვერ გავაკონტროლე, ვერ ვიკითხე, სადღაც შეიძლება დავიხიე რაღაცა პოზიციებში უკან, რაიც არ უნდა დამეხიე, ესე შეიძლება. მაგრამ როდესაც შენ ხარ ლიდერი, როცა ხარ პირველი პირი და როცა ხარ მიგაჩნია და ობიექტურადაც შეიძლება ასე რომ შენზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, კარგიც და ცუდიც უფრო მეტად გეწერება შენ. ეს ბუნებრივად ასე არის. ეს ძალიან რთულია თქვა, რომ კარგზე მარტო მე ვარ პასუხისმგებელი და ცუდზე სხვები არის. ძალიან რთულია ეს ამბავი. ამიტომ მომავალ პროგნოზებთან დაკავშირებით ჯერთი მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად მინდა რომ მორივე გუნდმა, რომელიც წარმოიშვა ერთი გუნდიდან წარმატებას მიაღწიოს და ეს იქნება ის ჩვენი საერთო ინტერესი, რომელიც ჩვენ გვაქვს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლება. მე ამაში ვარ დარწმუნებული და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც მომენტში ეს გზები უნდა გადაიკვეთოს კიდეც. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ეცდება, რომ ეს ასე არ მოხდეს. ეხლა ძალიან გააძვილდა დღეს რაღაცა ქარიშხლის ატეხვა იგივე სოციალური მედიით, ამაზე მთელი ჯგუფები მუშაობს, ამაზე სუსიც მუშაობს, ამაზე სხვებიც მუშაობენ, რომ დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდეს, თქვათ ამ სუსის მუშაობა რა თუნდა ბატონო გიგი, ტელეეთერებში საჯარო გამოსვლები ისეთი ტიპის ტერმინების ერთმანეთის მისამართი, მე ზუსტად ამაზე ვწუხარ. ზედმეტი მონდომება არ არის სხვა. ხო, მაგრამ ამას შეიძლება ყველაფერს კიდე ნავთი დაასხა, ხო? ამის მეთოდებიც არსებობს, როგორ გაამწოვო კიდევ უფრო მეტად. ამიტომ ეს უნდა გვესმოდეს ზუსტად. იმ გუნდშიც რომელიც წავიდა ნაციონალური მოძრაობიდან, იმ გუნდშიც ძალიან უყვარდათ წასულებზე ისეთი საუბრები, რომ ეს ივანიშვილმა მოისყიდა, მან წაიყვანა, რომ ეს ფული გადაუხადეს. ზურაბ ჯაფარიძის წასვლა, ვაშაძის წასვლა, ასევე ისე მწვავედ იქნა აღქმული. თქვენ ნახეთ ჩემი კომენტარები, თქვენ თუ სხვებზე მეკითხებით, სხვები შეიძლება. ხო, რამ შეიძლება აქვს, მაგას ახლა მე ჩემსაც გეუბნებით, რომ მე ჩემი პოზიცია მაქვს ყოველთვის ჩემ ამ ცხოვრებაში, ჩემი პრინციპები, აქედან გამომდინარე. ბუნებრივია შენ თუ ისე ექცევი ადამიანს როგორც შენ არ გინდა მოგექცენ, ეს ასეც მოხდება ხოლმე, ხო? ამიტომ გალანძღავს სხვას, გაგლანძღავენ შენც. თუმცა არის მომენტები, როცა უნდა გაილანძღო შენც და ალბათ სხვაც უნდა გალანძღო. ბატონ გიგი, ნუგზარ წერეთელის პარტია, ეს იყო ცალკე თემა. ყოფილმა პრეზიდენტმა იმ პარტიის ლიდერმა, რომელშიც თქვენ აღარ ხართ, თქვა რომ საერთოდ აზრი არ იყო და ეს რაღაც დამატებით პარალელურ ვაგონად მიიჩნია, რომელსაც ამზადებდით. არა და სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ
წინა არჩევნებზეც თქვენ დაბლოკებული იყავით მალაშხიას პარტიასთან და ალბათ 5 ნომრის შემომხაზავს ახლა მალაშხიას პარტია ყველაზე ნაკლებად ახსენდებოდა. ანუ ეს ტაქტიკა იყო თუ მართლა რაღაც გათვლა და უკვე დღევანდელობაზე გათვლა. ვილაპარაკე მე მგონი კონსპირაციებზე და ეს როგორც გითხარით, ნათქვამი მაქვს ადრეც და დღესაც ვამბობ ამას. რაც შეეხება ახლა ამ პარტიის ამბავს, ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა. კი ბატონო. საერთოდ მოჩების ჩარჩი გაეხვა ხამ დღეების განმავლობაში სრულად დაუმსახურებლად მე ვფიქრობ და მისი მიზანი ამ შემთხვევაში იყო კეთილშობილი ძალიან უпроსტოდ ეს იყო იძულებითი ხო ახლა მას კალთები არ დაუხევია ჩვენთვის რომ მაინდა-მაინც როგორმე ახლა ლექტორთა კავშირი ექცია მოდით ესე ვთქვა საზოგადოება მაინც რო იცოდეს ხო და ნამდვილად ვერ დავეთანხმები ახლა მიხეილ სააკაშვილს რომ ამაში რაღაცა გეგმები არსებობს ხო მით უმეტეს გვისაუბრე ამ საკითხს მასთან რაც შეეხება ეს პარტია არსებობს 1999 წლიდან როდესაც შეიქმნა ასეთი ლექტორთა კავშირი, მომენტ შემდგომ ხელმძღვანელობდა ამ პარტიას, ერთ-ერთად თუ ორ არჩევნებში მათ მიიღეს მონაწილეობა, ახლა დიდი წარმატებისთვის რომ მიაღწიათ, ჩვენ გავიგებდით ამ ამბავს. წლების განმავლობაში ეს პარტია არ იყო პოლიტიკურად აქტიური, ისე როგორც ასეულობით პარტია არის საქართველოში. ის არაფრით არ გააქტიურდა, ეს გააქტიურება გამოიწვია მხოლოდ იმან, რომ თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ წინა არჩევნებზეც, იმის წინა არჩევნებზეც, საპარლამენტო ეს მანევრია ესეთი პარტია ნაციონალური მოძრაობა, რომელშიც ჩვენ ყველანი ერთად ვიყავით, იყო დაბლოკილი თუ არ ვცდები ქრისტიან კონსერვატიულ პარტიასთან და ეს ის პარტია რომელმაც როდესაც მოქალაქეთა კავშირიდან გამოაძევეს სურაბჟანიას არ ქონდა პლატფორმა ერთად დავაფუძნეთ მან მაშინ მოგცა ეს პარტია ზუსტად ასევე ძალიან კეთილშობილურად რომ ჩვენ გვეყარა ადგილობრივ არჩევნებზე კენჭი ამის შემდეგ ეს 2001 წელი იყო 22 მე მგონი ეს შავანათელშვილს კი გონია რომ 2005 წელს ახალგაზრდა იყავი ალბათ სულ არ იცი მითხრა მაგრამ არა კომპლიმენტი მე ჩემი ლეგეთ არა ხო და მოკლედ ესე იგი ასე მოხდა ამ პარტიასთან დაწყვილება შემდეგ ამ არჩევნების წინ 2016 წლის არჩევნების წინ პარტიამ და მისმა ხელმძღვანელმა გადაწყვიტა რომ გასულიყო ცალკე თავისი ყველა ასე ვთქვათ შესაბამისი ბენეფიტით სარგებელით რაც ამ ბლოკში არსებობს თქვენ სწორად თქვით და ჩვენც არაერთხელ გაგვიმარტავს ეს არის ტექნიკური ბლოკი ორ პარტიას და ბლოკს აქვს მეტი სარგებელი ეს არის ფინანსები ეს არის საეთერო დრო ეს არის ადმინისტრაცია საარჩევნო და ამას ბევრი პარტია ცდილობს ეს იყო ტაქტიკა თქვენ რო ნახოთ სხვა პარტიებიც ბლოკებად არის ძალიან ბევრი ამ არჩევნებში რა თქმა უნდა ეს ასე იყო და მინდა გითხრათ რომ საერთოდ არც ფიქრობდა ამას არც მამაჩემი და არც ის ჯგუფი ვინც პარტიას წარმოადგენდა ფორმალურად იმიტომ რომ პარტიას ნამდვილად არ ვახსენებ ეს რაღაც კომუნიკაცია გეთანხმებით არა მე თვითონაც მინდოდა ამაზე ლაპარაკი სხვათა შორის და ძალიან კარგია რომ დღეს ეს მეძლევა რომ სპეციალურ ბრიფინგებს ახლა არ მოვაწყობ ამის თაობაზე იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად არის მე ვიტყვი თუ ვინმე ამას გამოიყენებს რაღაც საკონსპირაციოდ ეს იქნება ძალიან ასე ვთქვათ არასწორი ეთიკურად ბუნებრივია მას ვთხოვეთ ჩვენ ვთხოვეთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფორმატში მე ვთხოვე მას იმიტომ რომ ჩემმა პარტიამ ყველამ ერთად მათ შორის ვერც სააკაშვილი გაემიჯნება ამ პროცესს და ვერც სხვა ერთად ვიყავით ერთიანი გეგმები გქონდა მაგრამ და მაშინ ვთხოვეთ რომ ეს გაკეთებული იყო ამის შემდეგ ბუნებრივია მან მხოლოდ ერთხელ მე მგონი მინდობილობა გასცა გარკვეულ პირებზე ვინც არიან ეგ აღმასრულებელი პირები და ამის შემდეგ არც უნახავს არც მოუკითხე ეხლა გაიგო მე ვფიქრობ რამხელა ლიდერი ყოფილა მე ვეხუმრები ხოლმე რომ აქეთ აღმოჩნდა რომ შენ ხარ იქით მიშა სააკაშვილი შენ და ივანიშვილი მოკლედ ამ ლიდერებში გავიდა მაგრამ და დავასრულებ ამ საკითხს ამიტომ ეს არის მხოლოდ ამგვარი გადაწყვეტილება და როგორც გითხარით ყოველგვარი საფუძველი შემდეგ იყო ყრილობა ეხლა ლექტორთა კავშირი არ ჟღერს ისე თანამედროვედ მithumetes ჩვენი პრიორიტეტების გათვალისწინებით ამიტომ როგორც ბლოკის პარტიას მას დაერქვა ევროპული საქართველო და ასე მოხდა ეს ამბავი ეხლა მას შემდეგ ბევრი რაღაცა მოხდა ხო ჩვენ ბოლო წუთამდე არ ვიცოდით იყოფოდა ეს პარტია ერთად რჩებოდა იმ ცნობილი პოლიცსაბჭოს გადაწყვეტილება რომელმაც ბიძგი მიცა და სხვა შორის მე თავი შევიკავე სულიად შეგნებულად შევიკავე თავი იმიტომ რომ მართლა ჩავთვალე რომ მცირე ყრილობა არ იქნებოდა სწორი გზავნილი
თუ მიხეილ სააკაშვილი თვლიდა რომ მისთვის ძალიან დიდი დისკომფორტი იქნებოდა უკრაინაში სწორედ ეს რაღაცნაირი ეგრეთ წოდებული ჩამოშორება რომელიც არ იყო არანაირად ჩემი აზრით ჩამოშორება და ბევრი სხვა ფაქტორი მე ამას გაუწია ანგარიში და მართლაც შევიკავე თავი იმის გამო რომ არ ქონოდა ასეთი რაღაცა გართულებები თუმცა ვფიქრობდი რომ ეს პირიქით გამოიწვევდა სააკაშვილის მხრიდანაც ხვების მხრიდანაც აი ამ რაღაც უპირატესობის გამოყენებას გუნდის ერთიანობისთვის და პირიქით უფრო გასაძლიერებლად და ეს იყო ჩემი შეკავება რომ ისე ვერ აღმოჩნდა როგორც გაგეკეთდა. ასე ვფიქრობ მე. ამიტომ დღეს ვართ ჩემი აზრით ამ რეალობაში, თუმცა ეხლა ვიშვიშის დრო არ არის, ჩემი აზრით დრო არის იმისთვის რომ ჩვენმა გუნდმა ამ შემთხვევაში ევროპულმა საქართველომ ძალიან სწრაფი ნაბიჯებით იაროს და დაარწმუნოს ამორჩეველი რომ მან უნდა მიიღოს გაცილებით ეს გასაჯაროვდა NDI-ის კვლევა სადაც 27 ვინ დგას თქვენთან ყველაზე ახლოს ასე იყო შეკითხვა დასმული 27%-ის ნაცვლად 10% აქვს აქ ნაციონალურ მოძრაობას 40 ქართულ ოცნებას 22-მა 22-მა არავინ თქვა და 33 თავისუფალი დემოკრატია პატრიოტთა ალიანსი ეს რა 10%-ია და თქვენ ფიქრობთ რომ მაინც არარელევანტურია ვინაიდან ეს მოხდა გაყოფამდე ეს კვლევა? მე ვერ შევიტან ვერანაირ ეჭვებს NDI-ის კომპეტენციაში სხვასავით თუმცა რა თქმა უნდა ახლა როდის სტარდება ამ კვლევას აქვს თავისი მნიშვნელობა ეს აისახება ტენდენციები ბუნებრივია განწყობებში ეს არის პოსტსაარჩევნო კვლევა ამიტომ ახლა ადამიანებს მგონი ეს სინდრომი მართლა არსებობს ხო ელექტორალური ხო მოგებულის სინდრომი და იგივე დამარცხებულის სინდრომი ხო ხა წაგებულთან აფილირება დიდი ბენეფიტი არ არის მე ვფიქრობ რომ ეს კიდევ ერთხელ მით უმეტეს ამ პირობებში როცა მოგებულის სინდრომი არსებობს საკმაოდ დაბალ ლეგიტიმაციას აჩვენებს დღევანდელი ხელისუფლების იმიტომ რომ დაფიქსირდა ხო რაღაც უფრო მეტი პროცენტი თუმცა 40% არ არის ხა ძალიან მაღალი წესით მეტი უნდა კონდეს იმიტომ რომ როგორც მახსოვს წინა პერიოდში მაგალითად საპრეზიდენტო არჩევნებს გავიხსენებ 60%-ზე მეტი იყო მაშინ ეს მხარდაჭერა რაც შეეხება ამავე თქვენ დაელოდებით იმ კვლევას სადაც უკვე თქვენ იმ პერიოდს ბუნებრივია რა თქმა უნდა ეს ასე მოხდება ბატონო გიგი ბოლოს მინდა და ნუ თავარი ღირებული მაინც დიან ამ კვლევაში არის თუ რა არის თავარი ტენდენციები ხო რაზე უნდა იყვნენ პოლიტიკური პარტიები ორიენტირებული ეკონომიკური საკითხები პენსიების თემა ხელფასების თემა ინვესტიციების თემა ლარის თემა ადამიანებს სჭირდებათ უკეთ ცხოვრება და ეს დღეს საქართველოში არ არის ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ კვლევამ გაზპრომთან ხელშეკრულება რომელიც გაფორმების პროცესშია მაინც კი საბოლოო და კარგი წინადადებებია ჩვენ ვნახეთ მრავალფეროვნება პოზიციებისა პრეზიდენტის პოზიცია შალვა-ნათელაშვილსაც მოусმინეთ არასაპარლამენტო საპარლამენტო ჯგუფების პოზიცია თქვენი პოზიცია როგორია ეს ასეთი დამანგრეველი ხელშეკრულებაა თუ მასში ის არის მინუსი რომ ჩვენ არ ვიცით კონკრეტული დეტალები ამ ხელშეკრულების ეხლა რა ეპითეტებს ვიხმართ ეს ერთი საკითხია თუმცა ხელშეკრულება არის თავისთავად ცუდი და წამგებიანი ეს შეგვიძლია ვთქვათ საზოგადოებას ახსოვს როგორ ვიბრძოლეთ ჩვენ სამოქალაქო სექტორთან ერთად ჩარშან ამ საკითხებზე გახსოვთ ხო ცოცხალი ჯაჭვები და ძალიან ბევრი აქცია და ასე შემდეგ და მაშინ პირველად კარგად გაიშიფრა ვთქვათ შუქჭრდილები ამ ზოგადად მოლაპარაკებების და დავინახეთ რომ აი ამ სამოქალაქო აქტივობამ და ოპოზიციურმა შეტევამ რაღაცა ხელისუფლება მაშინ უფრო გამოაფხიზნა შეიძლება რუსეთი ჩიაკავა შეიძლება ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდი მაინც და აქ ხელისუფლებამ რაღაც ვთქვათ ნაკლებად დათმო მაგრამ რეალურად ეხლა რაზეც ვლაპარაკობთ ავიღოთ ციფრებს ციფრობრივად ჩვენ დაახლოებით 20 მილიონის ზარალია თუ კი გადავიყვანთ იმ გაზს რომელიც უნდა ვიყიდოთ ამის შემდეგ ეს იმ ინფორმაციის საფუძველზე რაც არის კი ბატონო რაც არის ექსპერტული გათვლები გვაქვს ჩვენ გარდა ამისა ამაზე გაცილებით მძიმე და შეუფასებელია ის პოლიტიკური ფასი რომელიც არსებობს ხო საქართველოს როგორც სტრატეგიული ენერგეტიკული დერეფანი დღეს ხო ეხლა რაღაცნაირად კნინდება მნიშვნელოვნად მომინარჩუნებს იგივე ფუნქციას ანუ ანაზღაურების ფორმა ამდენად გავლენას ახდენს ამ ფუნქციაზე ვფიქრობთ რომ გავლენას ახდენს ამ ფუნქციაზე და ამ შემთხვევაში ამ პოლიტიკური ინსტრუმენტის ძლიერი ინსტრუმენტის დამცირება ხდება და დამცრობა ხდება ეხლა რუსეთს რო შეძლებოდა აქამდეც
ძალიან იოლად მონახავდა ალტერნატიულ გზებს სომხეთისთვის მიწოდების ამ გაზის, ხო? თუ ეს ასეთი უმნიშვნელო რამ არის, როგორც ოპონენტები ამბობენ, მაგრამ არა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ საქართველოსთვის და მით უმეტეს ამ პერიოდში, როცა ეკონომიკურ სირთულეებზეა ლაპარაკი, გაძვირებაზეა, რასაც ოცნება პირდებოდა, პირიქით მოხდა, ხო, ყველაფერი გაძვირდა ამ ქვეყანაში, დღეს საუბარი იმაზე, რომ ჩვენ შეიძლება შეგვექმნას რაღაცა კიდევ დეფიციტი, რომელიც საყიდელი გვაქვს. ამაში მეტი ფული უნდა გადავიხადოთ და ფული მაინც და მაინც ბევრი ამ ქვეყანას არ გააჩნია. და ასევე მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც ხაზს გაუსვა. რუსეთისთვის გაზპრომი ეს ხო არ არის მილი იმის გაზის, ხო? ეს არის უზარმაზარი რაღაც მექანიზმი, რომელიც არის მედია ჰოლდინგის, რომელიც არის ეკონომიკურის, რომელიც არის საინვესტიციო და ერთ-ერთი მთავარი იარაღი დასავლეთთან ბრძოლის, შანტაჟის, ენერგოდამოკიდებულების და ასე შემდეგ. ეხლა ჩვენ რას ვაკეთებთ, რომ კი ბატონო, საერთო აზრი ეხლა მე ძალიან მინდა რომ რუსეთთან კარგად გქონდეს დალაგებული, მაგრამ რუსეთს არ უნდა ამ პირობებით, ხო? მაგრამ ამ ვითარებაში ჩვენ, ესე იგი, ქვეყანას, რომლითაც გვეშინია, რომელსაც ოკუპირებული აქვს ტერიტორიები და არანაირ პირობას არ ასრულებს, პირიქით მეც და მეც უმატებს, აშენებს სამხედრო ინფრასტრუქტურას და საქართველოს ჩამოაშორა უკვე და ანექსირებას საბოლოო წერტილს უსვამს ხელშეკრულებებით. აფორმებს ხო სამხედრო ძალებს აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონთან. ამას ვეუბნებით, რომ შენგან კიდევ ესე ვთქვათ რაღაცა პირობებს გაუარესებ, სიმბოლურ ფასად $1 არის გაფორმებული ნაკლები, ვიდრე სოკართან, აზერბაიჯანთან ხელშეკრულება და ამით ვამბობთ, რომ უკეთესი პირობებია, $186 იქ არის აზერბაიჯანთან კომერციული მოწოდება რაც არის, სხვა ნაკლებია და 185 არის გაზპრომთან და ამით ვამბობთ, რომ უმჯობესია ვიყოთ დამოკიდებული გაზპრომზე და ნაკლებად დამოკიდებული ვიყოთ აზერბაიჯანზე. ეს უნდა აღვნიშნოთ აზერბაიჯანის ამბავი სხვა შეიძლება წინაზეც და ყოველთვის. აზერბაიჯანმა, მისმა პრეზიდენტმა ალიევმა ძალიან მეგობრულად, ვაჟკაცურად შემიძლია ვთქვა, განაცხადა, რომ ჩვენ საქართველოს დავეხმარებით, ყველანაირად მივაწოდებთ, 100 წელიც რო გავიდეს მივაწოდებთ, ასეთი პირობები გვაქვს და ასეთი პირობები და რაღაც ვეტაკებით ამ გაზპრომს. ამისთვის ჩვენ დაუძახეთ და ვთხოვეთ კიდე ეს ფორმა იყოს, ახლა არ ვიცი, დაუძახეთ, დავიბარებთ, თხოვეთ, მთავრობას მოვიდეს, მის წარმომადგენელს კალაძე იქნება თუ ვინც იქნება და ჩვენი ფრაქციების ფორმატით განვიხილოთ ეს საკითხი. ნახოთ რა მოხდება. ბევრი კითხვებია, რაც საზოგადოებას აინტერესებს. ეს არ შეიძლება იყოს დამალული და დაფარული, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა გიგი წერეთელს და რეკლამის შემდეგ კახა კუკავა იქნება ჩვენი სტუმარი დაგვემოთ. არ გამოტოვა სახალხო აქციები განახლებულ ნოვაში, გარემონტე და გადახურე მომენტალური განვადებით. ნოვა იყიდე პირველ